ლაპარაკებოდი და ხარი რომ რაღაც სულ ეჭხუბები მეთქი ზურას ეს რა საძამტოა ეს რა დღეშია ეს ქვეყანა რა დღეში დატოვა და მითხარ კაიო გაანებეო რა იმან ყოველთვის გადაიხადაო რაც ფაქტი ერთია რომ ეს სიტუაციები ნახდათ აი ამ ჩიხურ სიტუაციამდე არ მივიდა და ეს ზურას უცხელი რა იყოს და აპრილამდე ამ ესეთი პოლიტიკა გარჩეული ამათ რომ ისევ დაშინებით ეხა ხაშურის კუდის უფროსი არის თამას ახალკაცი და ივანე ლომსაძე არის მისი მეგობარი კიდე ვინც ატერორებენ ხაშურში აი ეს ხალხს და კერძოდ ოპოზიციურ პარტიებსაც და მათ წარმომადგენლებსაც ეუბნებიან რომ 9-ში თუ ჩახვალთ ემუქრებიან და ყველაფრით ოჯახებით და იმით და ამით და ეს საშინელი მუქარა და ეს არის ამათი პოლიტიკა სადარბაზო დადიან და უბან და აშინებენ ხალხს ამ სიტუაციებისთვის მაგრამ მინდა უთხრა ყველას რომ ტალღას ვერაფერი ვერ შეაჩერებს ზღვაში არ არსებობს ტალღის შეჩერებელი რაღაცა რა ქართული ხალხი დაამტკიცებს ისედაც 9 აპრილს რომ გამოვა და იტყვის და დაანახებს თქვენ სოფლიოს დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ არა ვართ ამ ადამიანის ღირსები ვისაც დღეს ჩვენი ხელისუფლების და პრეზიდენტის კამი აქვს მოპარული და ყველაზე კარგად თვითონ იცის და მას არავით არ უფლება არ აქვს თუნდაც აფხაზეთში თუნდაც ოსეთში და თუნდაც სადაც გინდა რაღაც საომარი მოქმედებები დაიწყოს ამ პროვოკაციას წამოეგოს ან რამე გაყიდოს ან რამე გამოყიდოს ხო და აუცილებლად მინდა გითხრა რომ ზურას დედას ძალიან უნდოდა მოსვლა მაგრამ ჯანმრთელობა სრულიად არ უწყობს ხელს და საჯარო გამოსვლებს რაღაცნაირად ერიდება და რაღაცნაირად თავისი სიმპათია, თავისი მხარდაჭერა გაგმოცა და ძალიან დიდი მადლობა გადაეცი. თამას საჩუქარი არ გინდა ბავშვთან გამატანა. კი, როგორ გამიცადე? აი ნინო, აი ამასაც გაგატანა. გივის პირული იწყება ხალხნო გივის პირული იწყება ხალხნო გივის პირული ნახეთ რა რუკა გამომიგზავნეს რა რუკა საქართველოს არქიტექტურული ძეგლები ჰოლანდიელები იყვნენ აქ ჩამოსულები და ინტერვიუ ჩაწერეს და ყოფილან სააკაშვილთანაც. თუმცა რას იძახის ახლა სააკაშვილი ამ იმაში რომ ეკითხებიან რომ თქვენ იცით თუ არა რომ ესეთი პროტესტი არსებობს თქვენს მიმართო და ესეთი ვიღაც მომღერალი მსახიობი ჩაჯდაო იმაშიო და კიო ვიციო ერთი გიჟი არისო იქო ჩვენი სააკაშვილი იძახის ჩემზე. ხო გიჟი ვარ მიშა გიჟი მიხო Έτοιμασε. Აი გიჟი ვინ არის? აი უყურე. ობა! გიჟი ვარ, მიშა გიჟი ვარ. შენ ვინ ახარ ეს მითხარი? ხო ვარ, შენი მეგობარი ხო ვარ. როგორ შეთქვი? ხო ვარ, მოდი და დავილაპარაკოთ ეს საზოგადოების ხომ. აი დავილაპარაკოთ ჩვეულებრივად, კარგად, ძმურად საზოგადოებას. გადაუშავოთ კარტები რა ხდება, როგორ ხდება, რატო ხდება, მაგრამ რისი თავი გას, რისი საკუთარი ჭრდილის გეშინია. რისი თავი გას. თუ ხარ და მოდი ძალიან დიდი სიამოვნებით დავილაპარაკებდი შენთან ერთად. აი ძალიან დიდი სიამოვნებით. თუმცა ეგ დრო მაინც მოვა. შენ აქ მოხვალ და დავილაპარაკებდი. ღირსება შელახული დამცირებულ პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად ქცეულ ქალებს ძალიან გვიმძის სასჯელახსულების პირობებში ცხოვრება. დემოკრატიული ქვეყნის ჰუმანურობას სასამართლომ შეთითხნილი ბრალდებებით ბევრი ადამიანი გაამწარა. მათ შორის ჩვენ ქალები დაგვაჯილდოვა სასჯელის უმაღლესი ზომებით 15, 20, 30 წლიანი და თქვენ წარმოიდგინეთ მუდმივი პატიმრობით. ჩვენი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ თავისუფლების მოლოდინში გვიღამდება და გვითენდება, თუმცა ამაო
3 და 8 მარტით უყურადღებოებში არ დაგვატანინეს. გასულ წელს ვთხოვეთ პრეზიდენტს მოეცა ჩვენთვის ერთი შანსი, თუმცა ამაო. ბატონო გია, მოგმართავთ თქვენით, პატიმარი ქალები. დაგვეხმარეთ, მოგვეცით შანსი ოჯახში დაბრუნების. უღრმესი პატივისცემით პატიმარი ქალები. მე როგორ უნდა დავეხმარო ოჯახში დაბრუნების? მიეცით შანსი ოჯახში დაბრუნების ამ ქალებს რა. მიეცით რა გახდა ვერ გავიგე რა. არ გიქნა. ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ძალიან ერთი ლექსი მომეწონა თემურ ჩალაბაშვილის. სანთელი ესეთი. შენ სანთელი ხარ სუსტი უბრალო, მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძნია. შენ საქართველოს ჭირის უფალო, ბედნიერი ხარ, სხვა შეგიძლია. ლამაზო და მშვენიერო ხალხო, ჩემო ბედნიერო და ხალხო ქართველებო, ჩემო ჟურნალისტებო, მსახიობებო, ექიმებო, მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მოგმართავთ სულ ყველას, აბსოლუტურად სულ ყველას მოგმართავთ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ. და ერთადერთი რასაც ძალზეც ვიფიქრებ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებაზე და შერიგებაზე. სხვაზე ფიქრი ნამდვილად არ მექნება. ოღონდ მიიღეთ სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება. ძალიან გთხოვთ რა. ძალიან გთხოვთ, ნუ გაწირავთ ამ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ რა. შენ ისე ღრმა ხარ ქართულოცაო, შენ ისე ღრმა ხარ. სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა. ვერცა ოსმალო, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა. შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა. ბებერი თაო, შენ ისე ღრმა ხარ. ისე ფაქიზი. ქართულოცაო. გერმანელმა ისე ჩამოიყვანა მასაჟისტკა ოქროს გოგოძო. რა იყო? არა ნინა. ნინა შენ არ იცნობ მაგ გოგოს ნინაც არ იცნობ ნინაც რა იქნებოდა წარმოიდგინეთ ან თავის თვითმფრინავი გაუგზავნა? იფ წამოიყვანა. А город каменный по-прежнему пьет и ждет новостей. Ауе! მე გამოგიგზავნე თვითმფრინავს. გამოგიგზავნე, არა პრობლემა. გაუგზავნა თვითმფრინავი და რომელიც ჯერ არს. Kavamazade bendu, bendu, ramkhela tavi ak naxe ra. Tava. Givi. Ყველაზე მთავარი და ყველაზე საინტერესო არის ნომერი 5, რომელიც აი ვარჯიშობს კიბეებზე. გადმოვიდა. მიხეილ სპორტული. ოია, რა გინდა თხეცებო რას მერჩით, პასუხი მოსხოვე სხვას. რა გინდა თხეცებო რას მერჩით და პასუხი მოსხოვე სხვას. იყო სამი ამხანაგი, პატარა ქალაქსა ენს,
ტყვეთ მოხდენ ფაშისტურ ბანაკში და სამივეს გულებს ასკენს. დააბრუნე მიშა TV ობიექტივი, გიერთდებით TV ობიექტივების ხელმძღვანელებო. TV ობიექტივის მაგივრად დღეს ბატონო